წლიდან მესამჯერა ხა აქ ვარ. მაგრამ ხდება ის რაღაცები, რითიც არ გჯერა ხოლმე ხანდახან არც გიფიქრია და აი ეს რაღაცნაირად აღმოჩნდი ჰოლივუდში და პირველივე ვარსკვლავი, რომელიც დიდების ხეივანზე შემხვდა, აი ახლა შემთხვევით არის ჯენეტ ჯექსონი. დიდების ხეივანი დაარსდა 60-იან წლებში და აი უამრავი ვარსკვლავები არიან წარმოდგენილი, როგორებიც არიან. ეთერი, ნანული, რობერტ, ლელა, ირმა, მამუკა. 4 გია. მუსიკის მოყვარულთა სამყაროში მოვხვდი. ეს ვინილები და არა მარტო იყიდება სხვადასხვა არტისტების თუ შემსრულებელი ჯგუფებისა. მუსიკალური CD-ები, პოსტერები, მაისურები და ასე შემდეგ. I'm Erwin Gays, what's going on? $30. Oh, David Bowie's თან უმძიმესი არის 240 დოლარების Beatles'ი $40. საინტერესოა ნამდვილად ესეთ მაღაზიებში არული. და ეს ქუჩა, ეს ქუჩა არის ჰოლივუდ ბულვარდი და მისი პერპენდიკულარული საიდანაც დავიწყეთ საუბარი არის ვეინ სტრიტი და ამ ქუჩებზე საერთო ჯამში დაახლოებით 2 კილომეტრზე მეტი არის სუარი განლაგებული ვარსკვლავები რა. თითოეულ ვარსკვლავს აი აქ ნიშნები აქვს. ეს ნიშნავს მიკროფონი ახატია, ნიშნავს რომ ან პოდკასტი მიყავდა, ან რადიოში მუშაობდა. ეს ნიშნავს რომ კინო ინდუსტრიაში არის უილიამ დეფო. ეს სატელევიზიო ტიპი. ეს მარკ ენტონი მუსიკალური დისკი ახატია. ეს აი ჰოლივუდში და ფანტასიური ცნაირი შეგრძნება და ამერიკა ზოგადად თავის აურის მატარებელი არის და როცა გთხოვს რომ დარში შეიძლება მე გთხოვს რომ სხვასაც მოთხოვოს მაგრამ ჩემს პირად გრძნობებს იზია და ჩემო 62 subscribe შიგადაშიგ ესეთი ვარსკვლავები შეგვხვდება, რომელიც სავარაუდოდ თავის მომავალ წყალში პატრონს ეუდება, რომლის სახელი და გვარიც გაისაკუთრებს ამ თუ მცარიელ ვარსკვლავს. სრობილი ჩინური თეატრი, სადაც კინოჩვენებები მიმართებოდა, სადაც
რამდენიმე ოსკარიც კი ჩატარებულა როგორც ამოვიკითხე. და მის წინ არის ასევე ძალიან ცნობილი აი ჰარისონ ფორდის ნაფეხურები. არის სტივენ სპილბერგის ხელის და ფეხის ანაბეჭდები რა. მორგან მანი ჯინ კელი ჯორჯ კლუნი მოკლედ ძალიან ერთგოზე ცნობილი ადგილი არის ამ ტერიტორიაზე და განსხვავებით ვარსკვლავების ხეივნისა ეს ხელების და ფეხების ნაფეხურები ცნობილი სახეობის არის ძალიან ძველი რა 1920-იანი წლებიდან იწყება და აი მაგალითად აი ეხა ეს არის 1937 წელს გაკეთებული Fire. აი ხა რა ვარდისფერი კაპით ჩაიყრა იგეთები ხდება ძალიან ბევრი რა გიჟი თავისუფალია ნამდვილად ლეიში რა $129 გატარებ 6 მაილს ამ ლამბორგინით კიდე ერთი ჩემი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ რა ამ სახლებზე ზოგადად გარემოს რო უყურებ ან ყველაფერი ერთი ძველი რა ის სადღაც აი 90-იანი 80-იანი წლების ამბავი არის ტრიალებს აი სუნის აი რაღაცა უაზრო და ცუდი სუნი კი არა უბრალოდ აი ძველი სუნი არის დაძველებულის და აი განსხვავებით მაგალითად შეიძლება არასწორი შედარება მაგრამ მაგალითად რო ჩადიხარ თქო დუბაიში იქ იგრძნობა რომ ის ყველაფერი ახალ გაკეთებული და აქ რასაც ხედავ და რაც ჩანს 90% არის ძველი გაკეთებული და მაგალითად დაძველებული არის აქაურობა რა ასეც თავისი ის აქვს რომანტიული ამბავიც აქვს მაგრამ ხო რა ადაპტუშოს მუზეუმი მაგრამ აქ არ შევალ ვარ ნაყოფი ადრე ამსტერდამში და დიდი აფრთხილება არ გამოიწვია ასე უნდა აღინიშნოთ, რომ სამწუხაროდ ეხლა კიდე ნაკლებად ამ ადგილებში, მაგრამ ზოგადად ლოს-ანჯელესში ესეთ პოპულარულ არეებში ამერიკის მასშტაბით ძალიან ბევრი უსაფრთხო და სიკვდილების ადამიანები უძრაობენ ქუჩაში და ასე ხალხი არც აქცევს დიდ ყურადღებას რა